იცოდით, რომ ადამიანების 99% ChatGPT-ის გამოყენებისას იდენტურ შეცდომებს უშვებს. დღეს პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე გაჩვენებთ, თუ როგორ ვესაუბროთ ChatGPT-ს სწორად, რომ მივიღოთ მაქსიმალურად ეფექტური მარკეტინგული ტექსტები. პირველ რიგში, ზუსტად გაიაზრე, რას ეთხოვ. ყველაზე გახშირებული შეცდომა გაურკვეველი მოთხოვნებია. მაგალითად, მომიმზადე Facebook-ის სარეკლამო ტექსტი, ეს ინფორმაცია ChatGPT-ს კონკრეტულს არაფერს ეუბნება. ამიტომ მიიღებთ ზოგად და შაბლონურ ტექსტებს. ახლა კი ვნახოთ, როგორ მივიდეთ ეფექტურ დავალებამდე, სადაც AI-მ ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს, სტრუქტურა განსაზღვრულია და შესაბამისად ვიღებთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის კონტენტს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე გავრცელებული შეცდომა გაურკვეველი მიზანია. ამიტომ ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რატომ გჭირდება ეს კონტენტი. მიზანი შეიძლება იყოს ბრენდის ცნობადობა, გაყიდვების სტიმულირება, ან სულაც ჩართულობის გაზრდა. მაგალითად, მინდა რომ ტექსტი გადმოსცემდეს, რამდენად სწრაფი და იაფია ჩემი AI ვიდეო რეკლამები ტრადიციულ სააგენტოებთან შედარებით. მიზანი განსაზღვრულია. ახლა გადავიდეთ აუდიტორიის სიღრმისეულ ანალიზს. იცნობს შენს აუდიტორიას, თუ უბრალოდ ყველას ესაუბრებ. ამიტომ გაითვალისწინე აუდიტორიის ასაკი, პროფესია, ტკივილის წერტილები, мотивация და ასე შემდეგ. მაგალითად, ჩემი აუდიტორიაა მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლებიც ვიდეო რეკლამებს ერიდებიან. რადგან ეს ძვირია და მათი დამზადება დროში გაწელილი პროცესია. მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ აუდიტორიასთან სასაუბროდ შესაბამისი სტილის და ტონის შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. გაითვალისწინე შერჩევის პროცესი პირველ რიგში დამოკიდებულია აუდიტორიაზე და მიზანზე. მაგალითად, ტექსტი უნდა იყოს მოკლე, კონკრეტული და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული. მომხმარებელმა უნდა იგრძნოს, რომ მისი დრო ფასეულია. თუმცა, თუ არ გექნება გავრი მთავარი მესიჯი და ღირებულება, რატომ უნდა მოგისმინოს ვინმე? ცუდი ვარიანტია, ჩემი სერვისი გაცილებით ხარისხიანი და სანდოა. კარგი ვარიანტია, ჩვენ ვქნით ვიდეო რეკლამას 50-ჯერ უფრო სწრაფად და 20-ჯერ უფრო იაფად, ვიდრე ტრადიციული სააგენტოები. დიახ, ფოკუსი ყოველთვის ღირებულებაზე უნდა იყოს მიმართული. შემდგომი ეტაპი შესაბამისი ფორმატის შერჩევაა. AI-ს ზოგადი ფორმატით ვერ გააკონტროლებ. ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდე, რა ფორმატის კონტენტი გსურს. ეს შეიძლება იყოს სოციალური მედიის პოსტი, ვიდეო სცენარი, ბლოგი ან სულაც ელფოსტის სარეკლამო ტექსტი. მაგალითად, შექმენი Facebook-ის სარეკლამო პოსტის 3 ვერსია: 50, 100 და 150 სიტყვის მოცულობით. მცირე ბიზნესების მფლობელებისთვის ტექსტი უნდა იყოს მარტივი, დამაჯერებელი და გაყიდვაზე ორიენტირებული. გამოიყენე ძლიერი მოწოდება მოქმედებისკენ. თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას მომხმარებელმა შემდგომ. ცუდია, დაგვიკავშირდი თუ დაგაინტერესა. კარგია, გვეწვიე საიტზე და შექმენი შენი პირველი AI ვიდეო რეკლამა. სულ ეს არის. თუ დაგაინტერესათ, საბოლოო ჯამში როგორი პრომპტი და შედეგი მივიღეთ, შეიხედე ვიდეოს აღწერაში. და ასევე დაგვიწერეთ, თქვენ რა ტექნიკებს იყენებთ AI-სთან ურთიერთობის დროს.